პრემიერა თაკოსთან გრძელდება 18:42 წუთი შესრულდა და წინ თბილისური შალახო გველოდება. ხომ გიყვართ თბილისური შალახო, ხო და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახოთ ძალიან ნიჭერი, ძალიან ლამაზი, მშვენიერ ფორმაში ხარ, მინდა გითხრა ეს კომპლიმენტი გესროლე. სოფო ერქომაიშვილი გვესტუმრა, რათა მეორე სიმღერა დააპრემიეროს, თბილისური შალახო ლაივში გვიმღეროს და მეორე სიმღერა რო დააპრემიერდება, ისევე რომ შეიყვაროთ როგორც თბილისური შალახო, როგორ რთული წინადადებები ვთქვი, როგორ გამომივიდა, გამიკვირდა. როგორ ხარ სოფო, მოგესალმები. კარგად, მოგესალმებით და ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრო. მეც ასევე ძალიან მიხარია. ხშირად არ მოდიხარ, მაგრამ როცა მოდიხარ მიხარია. მაგრამ კარგია ეს რაღაცა ერთგვარი პაუზებიც, იმიტომ რომ სიმღერას დრო ჭირდება ის რომ ხალხმა შეიყუროს, კი ბატონო, ფიქრიც. რა ხდება შენსკენ, აბა რა სიახლეებია, გარდა ახალი სიმღერისა? ხო, გარდა ახალი სიმღერისა, რა ვიცი, ღვთისწყალობით ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. და მიხარია ეგ ამბავი რომ არ ვჩერდები არასდროს და სულ ვერ ძიებაში. ყოველდღე მღერი, თან რაღაცა გარკვეულ ობიექტზე, ეს არის ის რაც შენია ესა იგი, ხო? კი, მართლა, როგორც თევზი წყალშია რომ ამბობენ ესია. კარგი, და იცი მაინტერესებს ეს თბილისური შალახო, როცა დავაპრემიერა ჩვენთან, ჩვენს ტალღაზე, აი შენს ობიექტზე, იგივე მღონისძიებებზე, სადაც ხარ ხოლმე, ხო? აი ამ სიმღერის მიმართ როგორ სიყვარულს გრძნობ, იმიტომ რომ როცა რადიოში ჟღერს, ხო, სიმღერა უკვე ყველა მიცის, ხო, თავისთავად. და რამდენად ითხოვენ ხოლმე, აი შეკვეთები რო არის, რა, მაგას გულისხმობ და როგორი რეაქცია აქვს ხალხს? ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით მე და ბატონი გიორგიძე. მართლა? რომ როგორ მისმენია მე, ეხა ჩემით დამება და მე კითხვა. რომ აი რამხელა ის მოხდა თქვენს რადიოში როცა გაჟღერდა ეს სიმღერა, რამხელა პოპულარობა მოუტანა ჩემ თავს და რა თქმა უნდა სიმღერასაც, იმიტომ რომ ამ სიმღერას ძალიან ბევრი ვერსია აქვს და ძალიან კარგი მომღერლები ასრულებენ, მაგრამ რაღაცა ამ ვერსიამ გაამარცხა. მე არ ვიცხოვი რა გავაკეთე. ისა თავისი სათქმელი თქვა ნამდვილად და შეიყვარა. ხალხმა ნამდვილად არის მოთხოვნადიც და რა ვიცი, ჩემი სავიზიტო ბარათია, სადღა რომ ვიდეო აი იმ სიმღერას ხო იმღერებ თბილისურ შალახოს და მეც მიხარია რა თქმა უნდა და ყველას ვიხარია. შემახსენებ ვისი იდეა იყო ეს თბილისური შალახო? თბილისური შალახოს იდეა რა ვიცი მეგობრები ზოგადად რომ აი მოდი ჩავწეროთ ხო მოგიხდებაო ხო ესე იყო რა იმიტომ თუ არ ვსები ეს პირველი სიმღერაა ჩვენთან რა ჟღერს არა მანამდეც იყო მაგრამ ეს უფრო გავარდა კი ხო ეს უფრო გავარდა აჰა კარგი ნუ მესამე იმიტომ რომ იცი რატო თქო რატოვა იმიტომ რომ ესეთი ხო იმიტომ რომ შალახოა ხელებს გაშლი და იხალისებ და იცეკო ალბათ მაინც რაც არ უნდა ადამიანებმა თქვან რომ აი მაინც ეხა ხელებს ვერ გავშლიო როცა ქართველი ხარ ყველა ქართველს უყვარს molxena კარგი დროს ტარება და ის რაც შენი არის მიხვდი ეხა მაინც რა კი ეგრეა ნამ სხეული გთხოვს რომ გაშალო როგორც შედის მელოდია და ყველა დგება ხო, ყველა ცეკვავს. აი რა მომენტში ასრულებ ხოლმე ამ სიმღერას, რაღაცა ბოლოსკენ ალბათ. აი არა შუაში. აი მეორე ბლოკში უკვე ვასრულებ, იმიტომ რომ ხო რაღაცა განწყობა რომ უკვე წამოიღოს ხოლმე და მართლა მოაქვს. და ეხლა რა მაინტერესებს ყოველდღე ასრულებ ხო თავისთავად ამ სიმღერას? კი, ყოველდღე ვასრულებ, კი. კარგი, მე ვიცი რომ ლაივში უნდა გვიმღერო, ხო ეხლა ეს. ხო, აი ხარველოდი და ცოტა არ ელოდი, აბა სცენაზე რომ გადიხარ და რაღაცა ხელავ, ხო იცი? ეხლა ჩათვალე რომ აქ 10 თაკო დგას თუ რა ვიცი 200 თაკო და გიყურებს. ეხლა შენთვის რატო უღეს ეხლა ეს უცხო თემა ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ ყოველდღე ადამიანი რაღაცა აკეთებს შენ საყვარელ საქმეს, ზრუნავი ხალხის განწყობაზე, ვინც მოდის თქვენთან და როგორც თევზი წყალში როგორც შენ თქვი ზუსტად ასე გამოდის. მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ აი მცირე ანოტაცია არანჟირება და ასე შემდეგ სანამ გავაჟღერებ და ლაივში მოვისმენთ. ზაზასთან გავაკეთეთ კუჩი და შულთან ეს სიმღერა და მოვდოთ ეგ არის ხო ჩაიწერა გავაჟღერეთ რადიო არ დაიდარდაზე და ასე შემდეგ. სატელევიზიო პრემიერა ჯერ არ მქონია და ალბათ მექნება. რა შევოდები უკვე? ხო, რაღაცა რა ვიცი, ხო, სატელევიზიოში მოვიკოჭლე. არა უშავს. არ მოვინდომე ალბათ ძალიან და იმიტომ.
იცი რა არის სატელევიზიო ერთჯერადად გადის და რადიოში ყოველდღიურად ჟღერს და მაინც იგებს რა და ტელეფონს თუ აიღებ და სოციალურ ქსელში კიდევ ჩაწერ ისიც არანაკლებ გავარდება მინდა დღეს უკვე რაღაცა ხო უფრო მეტად ინტერნეტი და სოციალური ქსელები თავისთავად უფრო მომგებიანი არის თუმცა რადიოს თავისი ადგილი აქვს ხო და ტელევიზიაში მაინც მე ფიქრობ ერთჯერადია ძალიან ბევრმა რადიო მაგრამ ეს ჩემი აზრი ხა ხო მაგრამ იმის რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო ხო მაშინ მოდი ახლა გვიმღერე მეც 20 სეკუნდები თან მე უნდა გადავიღო ხო და შემდეგ უკვე ვისაუბროთ როგორ გესმის ახლა ისე შენი ხმა ხო კარგად გესმის ანუ ყურსასმენებში აბანახე და მეც გადავიღებ პატარა მონაკვეთს ამ სიმღერის ლაივ შესრულების. მოკლედ ჩვენ გაცემის სტუმარია სოფო ერქომაიშვილი და ეს სიმღერა თქვენ იცით, უკვე გიყვართ, მაგრამ საინტერესო იქნება მოვისმინოთ მისი ლაივ შესრულება. ცოცხალი შესრულება. ქართულად რომ ვიმეტყველოთ. დიდი მადლობა, ესე იგი როგორი მუხტი მოდიოდა, რომ არ გადამეღო, ვიცეკვებდი რა. დარწმუნებული ვარ, ვისი რადიო მიმღებით. ჩვენს ტალღაზე არის მომართული, ყველა მოილხინა, ისე ამოვნათ, ანუ აი 7 საათის მოდის, უყვარს ხალხს 7 საათით თხოვნები იწყება ხოლმე და ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც ელოდება ხოლმე თხოვნებს, ეხლა უკვე ცეკვავდა, ავაცეკვეთ ფაქტიურად საზოგადოება. და ვინც საცობშია დაუსრულებელ საცობში. სოფო, ეხლა მე მინდა ვისაუბროთ უკვე ახალ სიმღერაზე. დავაგვიანეთ და ეთერს მიღმა აღნიშნე შენ, რომ რაღაცა რაც ცუდია ეთერს მიღმა ადამიანმა რაღაცა თქო და ეხლა პირდაპირ ეთერში უნდა გავაჟღერო, არჩევთახმებულ ვართ, მაგრამ აი როცა ავტვირთეო რაღაცა გარკვეული მონაკვეთი ამ სიმღერით და რატომღაც ჩათვალესო, რომ რაღაცა ცუდი ხდება, იმიტომ რომ როგორც მოვთი სევდიანი სიმღერა არის, ხო? ხო, მოდი ესე რომ ცოტა მიმოვიხილოთ, ხო შეიძლება? ანუ ეს სიმღერა არის ზოგადად ხო არსებობს ესეთი სიყვარული და რა ვიცი ხა ძალიან ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრს ქონია რომ წყვილს უყვარდათ ძალიან ერთმანეთი და უბრალოდ არ შედგა ქორწინება ანუ ისინი ორივე რა თქმა უნდა ბედნიერები არიან, ოღონდ ერთად არ არიან. ანუ ქორწინება კი არა, ერთად ყოფნაც არ შედგა, ხო? ანუ უყვარდათ ძალიან ერთმანეთი, მაგრამ არ შედგა, მოკლედ ამათი ერთად ყოფნა. და ის თავის გზაზე წავიდა, ეს თავის გზაზე და დარჩა ეს. ხო, ну არის ზოგჯერ რომ რაღაცეები არ გამოდის. და აი ამ სიყვარულზეა ეს სიმღერა. და რატომ გაჩნდა სურვილი მაშინ რომ დავაკმაყოფილოთ ამ ხალხის კითხვები, რატომ გაჩნდა სურვილი იმისა რომ სიყვარულზე გვემღერა. იქნება და ვინმე შენი მეგობრის ან ახლობის ისტორიაზე არის. ისტორია ნამდვილად და მას ეძღვნება ეს ჩემ მეგობარს და თვითონ სიმღერა მომეწონა ეს ქავერი. ვის ეკუთვნის? ქავერი. სიტყვები, ანუ ლექსი ვისია? ცინცაძის ქალ. ნანა ცინცაძე, ჩვენი საყვარელი ნანა. რომ არა, რა ვიცი, არ იქნება და ბევრი სიმღერა. ხო და ესეთი ლამაზი ტექსტი დამიწერა გალბატონმა ნანამ. და ესე მოკლედ ვიმუშავეთ და ის ხალხი ვინც წერდა და ვისაც ეგონა რომ ყველას გაეცი პასუხი თუ დარჩა უპასუხო აი თუ დარჩა ვინმე უპასუხოთ მოდი აი ამით გავცეთ პასუხი კი ასე რომ ყველაფერი კარგად არის არანჟირება და სტუდიას რაც შეეხება ხვიჩასთან ჩავწერეთ ეს ხარაიშვილთან და სხვათა შორის ჩვენი ლევანი მეხმარება. მართლა? ანუ ჩვენი გულბაი. ლევანიც იღებს მონაწილეობას, ანუ ლევანი უბრალოდ ტექნიკურ, ანუ იქ ფრაზა სოფოესო ჯობია, მოდი ესე გავაკეთოთ და მეთქი რაღაცა ბექ ვოკალის ხო შეიძლება ეხა ერთმანეთს ადამიანებმა გაუფორმო ლამაზად და ლევანის აზრს ყოველთვის იგი ლევანი გარდა იმისა რომ ჩვენ პირველ ბლოგში გავარკვიეთ რომ უზომოდ მშრომელია და სუშრომობს და სულმუშაობს იმასაც ასწრებს ადამიანებს დაიხმაროს და ის აოცრება ბიჭია აოცრება ძალიან მიყვარს და ძალიან მიყვარს უკვე მისი ახალი სიმღერაც რომელიც დღეს გადაცემის ფარგლებში დავაპრემიერეთ კი და რას ურჩევდი მაშინ ის ვინც დააგვიანა იცი რა არა უშავს დარჩეს და ის სიყვარული ისე და რა ვიცი ყველას ბედნიერებას უსურვებ მაინც და სიყვარულს თავარი ხომ ეგ არის მაინც
კი, მთავარი ეგ არის. ნუ ზოგჯერ როცა აგვიანებ, ალბათ ესეც საჭიროა. კი ბატონო, და ის რაღაცა ტკბილი მოგონებები უნდა დაგრჩეს და აი ამ ყველაფრით იყო კმაყოფილი, თუმცა ხშირი წარსულში დაბრუნებაც ფიქრობ არ არის კარგი, იმიტომ რომ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ, აი ლევანის სიმღერაზეც რო აღნიშნე, რომ მერე და გუშინ რა იყო, ანუ დღეს და რასაც გული გიკარნახებს ალბათ ადამიანს, რომ გულწრფელი იყო და როცა გულწრფელი ხარ, ვერ დამალავ ემოციებს და სიყვარულს და როცა არ ხარ გულწრფელი არ ვიცი აბა. ასე რომ ჯობია რომ არ დააგვიანოთ. და დროულად მოხდეს ყველაფერი რაც კი. მაგრამ არის, კი, ხანდახან ცხოვრებაში ნამდვილად ხდება, რომ არ შედგა, არ გამოვიდა, რაღაცა მოხდა იმ მომენტში და შემდეგ არც ერთმა ადამიანმა არ ისურვა ამ ყველაფრის გამოსწორება, რაღაცა სხვანაირად დალაგება, მაგრამ აი ესე დასრულებულ ისტორიასაც მე ვფიქრობ თავისი ეხი აქვს. მე ძალიან მომწონს, იცი, აი არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ რაღაც სიყვარულის ისტორია და აი ლამაზად რო იგონებ, გიხდი ნეგატივის გარეშე რო იგონებ და ხო და თარო ხვდები და გრძნობ რომ ეს წარსულია მაგრამ ხო იყო და შენი წარსული იყო ხო და თავისთავად ბედნიერი უნდა იყო ის რომ ეს უკვე არსებობდა შენ ცხოვრებაში და უკეთესი გელოდება თუ არ იქნება უკეთესი და რა ვიცი მარტოც არ არის ცუდი რა ვიცი შევიერია მაგაც არ არის პრობლემა კი კიდევ რამეს ხომ არ დავამატებთ კიდევ იმას დავამატებ რომ დღეს გავიგე გამოვიდა ძალიან მიხარია და ეხა ისე ვარ გურული ხო იცი როგორ ვერ მალავს თან ეს რა ხდება ესე იგი კარგი ამბავი ხდება ის რომ ახლო მომავალში მე ვიყავი ჩასული ემიგრაციაში სადაც იქ შევხვდი აი უაზროდ თბილ და უსაზღვროდ კარგ ადამიანებს ტრიესტეში იტალიაში და მოკლედ დღეს მივიღე ესეთი ზარი რომ მე ზაფხულში ჩავალ ისე და ჩავალ მარტო არა ძალიან ცნობად დუეტთან ერთად ჯერ ამას ვერ ვიტყვი მოდი ესე დავტოვებ აუცილებლად მაგასაც გაგაგებინებთ და მიხარია რომ მე ზაფხულში ჩავალ და ისე კონცერტს გავმართავ კი იტალია ზოგადად ძალიან მიყვარს ქვეყანა ენა, საჭმელი, პიცა, სპაგეტი, ენა მომწონს ძალიან და სხვადასხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც აი წინა თაობა, აი ლუკა ტონირო იყო, თუ იცი, თუ ხარ გულშემატკივარი, მალდინი, კი, ო, გიჟდებოდი, მთელი ბავშვობა. მაგრამ ეხლა რაღაცა მოიკოჭლებენ, მე მგონი მე როგორც ვიცი, მსოფლიო ჩემპიონატზე არც კი იქნებიან. ასე რომ გადავინაცვლე ესპანეთისკენ მე მათი გულშემატკივარი ვიქნები ფეხბურთის თემასაც რო შევეხე იტალია ის საოცრება არის და ძალიან მიყვარს მათი ენა და სიმღერა ის სიმღერას ენა იტალიური უხდება საოცრად კი როგორც ესპანური სხვათა შორის აი ეს ორი ენა განსაკუთრებით მიყვარს და წარმატებები ხედავ დღეს მაგარი დღეა არ დაიდარდოში მოხვედი და კარგი ამბავი მიიღე ესე იგი ხშირად უნდა მოხვიდე რომ პლუს ახალი კარგი ამბები დაგეწია სხვადასხვა ქვეყნებიდან და მოწვევები კონდეს და ბევრი საინტერესო პროექტები. მადლობა მოკლედ ჩვენთან მობრძანებისთვის დავაპრემიეროთ და კიდევ არ ვიცი რას დამატებ. იმას რომ მე მინდა რომ თქვენი არხი არც აკლია თქვენს მოკლედ გვაკლია მაგრამ ხალხი არ გვაკლია არც ხალხი გაკლია ასე რომ მინდა რომ სულ იბრძყინოთ იკაშკაშოთ ბევრი სტუმარი ბევრი გემოვნებიანი სიმღერა და რა ვიცი საუკეთესო მინდა გისურვოთ უდიდესი მადლობა გიორგის მადლობა კაი სურათები რო იყოს ნამდვილად გიორგისაც მადლობა ბატონ გიორგისაც მადლობა ეს ისეთი თაობა ყველას გიორგი ქვია რა ხო ნუ ყველას გიორგი გვარებითაც მოიხსენიოთ ხოლმე რომ მიხვდეთ ვიზიასობარი მადლობა პირიქით სოფო შენ და ბატონ გიორგი მშვენიერად მადლობა პოზიტივისტვის სოციალური შესრულებისთვის ახალი სიმღერისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებები იტალიაში და აუცილებლად მანამდე გამოგვიარე სიახლეებით კიდევ მოგიყვებით კი აუცილებლად სრულდება დღევანდელი ჩვენი გადაცემა თუმცა ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება 10 საათამდე ერთად ვიქნებით გადაცემას კი დაასრულებს სოფო ერქომაიშვილის ახალი სიმღერა სახელწოდებით დავაგვიანეთ